გამარჯობა, მოგესალმებით. მე ჰუბერტი მქვია და დღეს გეპატიჟებით კიდევ ერთ ვიდეოზე ის სათღვარების შესახებ. ვიწყებთ. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ და წარმოგიდგინოთ. სწორედ ასეთ შეფუთვებშია წარმოდგენილი. ზომის მიხედვით, რადგან აქ გვაქვს ორი ზომის ვერსია 70 და 80 მმ, ისინი წარმოდგენილია შესაბამისად 15 და 12 ცალად ასეთ კილაში. საწყისშივე უნდა ითქვას, რომ ასეთ კილაში ჩვენს სათღვარებთან ერთად ასევე ნახავთ არომატებს. ამჟამად გვაქვს 4 სურნელოვანი ვერსია: უსუნო, ყველის, კრილისა და ნიორის არომატები. კილიდან სათღვარის ამოღების შემდეგ მივიღებთ სწორედ ასეთ ჭიაყელას. გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ამ დეტალებს. აქ გვაქვს სპეციალური მონიშნა, რომელიც გვანიშნებს იმ ადგილს, სადაც ღირს კაუჩის გატარება. აქ გირჩევთ გამოიყენოთ შედარებით ვიწრო სტრიმერის კაუჩები, რათა სათღვარა უფრო ლამაზად წარდგეს, მაგრამ უპირველესად, რომ ეფექტურად ჩაჯდეს თევზში. ეს კაუჩები არ არის საჭირო იყოს გრძელი, რადგან დააკვირდით, ეს სათღვარა უპრობლემოდ ძალიან ლამაზად იკეცება და ამას კიდევ უფრო კარგად დაინახავთ აკვარიუმში, ანუ წყალში მუშაობისას. ისევე როგორც სერიის ყველა სათღვარა, წარმოდგენილია 20 მტკიცებულ და თევზისთვის მიმზიდველ ფერში და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც უფრო კაშკაშა ტონალობები, ასევე ბუნებრივ ჭიასთან მიახლოებული ფერები. სერიის ყველა სათღვარა, მათ შორისიც, დამზადებულია სპეციალური მასალისგან. იმ მომენტში, როცა თევზი ჩვენს სათღვარასთან ახლოს გაივლის, ის ვერ დარჩება გულგრილი. ეს მასალა უბრალოდ მოსწონთ თევზებს. მეორე საკითხი. ნახეთ, აქ გვაქვს ის 70-იანი მოდელი, როგორ შეუძლია გაიცელოს და ისევ თავის პირვანდელ ფორმას დაუბრუნდეს. და მესამე საკითხი. როცა ვთევზაობთ კალმახზე, ეს სათღვარა ძირითადად სწორედ კალმახისთვის არის შექმნილი, თუმცა ასევე კარგად მუშაობს ქორჭილას დაჭერისასაც. ვიცით, რომ ხშირად ასეთი პატარა ჭიები ძალიან ადვილად ზიანდება. მაგრამ აქ ამ პრობლემასთან საქმე არ გვაქვს. ით შეგვიძლია რამდენიმე თევზის დაჭერა ისე, რომ სათღვარა თითქმის არ დაზიანდეს, შეგვიძლია რამდენიმე თევზი დავიჭიროთ და ეს სათღვარა მაინც ძალიან ეფექტურად იმუშავებს. სათღვარას მუშაობაზე კიდევ ვისაუბრებთ ცოტა ხანში, აქვე აკვარიუმში გაჩვენებთ ამას. ის ბრენდის დიდი უპირატესობა ისიც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ მართლაც ძალიან მრავალფეროვანი ფერებია, უპრობლემოდ შემიძლია ეს ორი ჭია ერთად ჩავაწყო დახურულ კილაში ან სხვა შეფუთვაში და ისინი ერთმანეთს ფერს არ გადაუღებენ. ეს მართლაც დიდი უპირატესობა, რადგან როცა ვსეირნობ კალმახის მდინარეებთან, ხშირად თან დამაქვს ერთი დიდი ხუთი, სადაც პირდაპირ ვხვრი ყველა ჭიას, რაც იმ დღეს მაქვს ხელმისაწვდომი ან ფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური იქნება იმ მონაკვეთზე, სადაც ვგეგმავ თევზაობას. ვხრიმად ხუთში ისინი არ იღებება, რის გამოც ძალიან მობილური ვარ მდინარესთან და ეფექტურად შემიძლია დავამუშაო ჩემი ადგილები. როგორ უნდა აღჭურვოთ საერთოდ ეს ძალიან მარტივია. მალე აქვე გაჩვენებთ უკვე მომზადებულ ადგილზე, მაგრამ დამატებით ახლა გეტყვით, რომ სინამდვილეში არ გვჭირდება მხოლოდ ყველაზე საბაზისო მეთოდებით შემოვიფარგლოთ. აქ შეგვიძლია ეფექტურად ვთევზაოთ გვერდითი ტროსით, ით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩებურაშკაც, ჩვეულებრივი თვეის თავი, მაგრამ ყველაზე ხშირად ვთევზაობ ასეთ ვოლფრამის თავებზე, ბუზის ან კესის კაუჩებზე. ბუზის კაუჩები, იმიტომ რომ ასე მოითხოვს ის თევზსაჭერი ადგილები, სადაც ვთევზაობ, ისინი ქარხნულად არ აქვთ ბარბი და პატარა ვოლფრამის თავი, რათა მაქსიმალურად ნატურალურად და ფაქიზად წარმოადგინოს სათღვარა წყალში, რომ ყველაზე დიდი კალმახებიც კი მოვიზიდო შეტევაზე. აქ გვაქვს ის 70 მმ-იანი სათღვარა, ვოლფრამის თავი და ბარბის გარეშე კაუჩი. ყოველთვის ამ მხრიდან ვაცვამთ და ფრთხილად ვაცურებთ კაუჩზე. ვაცვამთ აქ, სადაც სათღვარას გასქელებული რგოლი აქვს. ორბზე. დევა. მზადა. სუსტად ასევე მოვამზადებთ 80-ის. უბრალოდ აქ გირჩევთ გამოიყენოთ ოდნავ გრძელი და უფრო დიდი კაუჩი. აქ კიდევ ცოტა ხნით გამოვიყენებთ ჩვენს საზომს. ჩვენ გვაქვს 80. ეს კიდევ იმით არის საინტერესო, რომ როცა გვაქვს ეს ოდნავ დიდი ზომა, ის უფრო მსუბუქად სქელია, ვიდრე პატარა 70-იანი.
რასაც ახლა ძალიან კარგად შეგიძლიათ აქ ნახოთ. მაგრამ კიდევ ერთი საკითხია. ეს უკვე ადრე გაჩვენეთ. ახლა ნახეთ საზომზე როგორ იწელება, საზომიც კი აღარ მეყო. ნახეთ 30 სანტიმეტრზე მეტია. და მაინც შემდეგ თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება. ჩვენ უკვე გვაქვს აღჭურვილი სატყუარა. მოდით ვნახოთ, როგორ იქცევა წყალში. აქ კიდევ ერთი პატარა ხრიკია. თუ ძალიან ბევრი ცარიელი კბენა გაქვთ, პრობლემა არ არის, შეგიძლიათ უბრალოდ მოაცილოთ პატარა ნაჭერი, ან მაკრატლით გაჭრათ, რომ უფრო ლამაზად და თანაბრად გამოიყურებოდეს. ხანდახან მე თვითონაც ვამოკლებდი 2-3 სანტიმეტრით, იმის მიხედვით, როგორი იყო სიტუაცია შეჯიბრებაზე და ვიცოდი, რომ ამ კონკრეტულ ადგილას თევზი იმალებოდა, მაშინაც კი უპრობლემოდ შეიძლებოდა მისი აღჭურვა. რაც კიდევ კარგია, აქ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, რომ სააღჭურვა ცოტა გადავხაროთ, მაგალითად უფრო მძიმე თავების გამოყენებით. ის წყალში სხვანაირად მოიქცევა, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. ეს სატყუარა იმდენად უნივერსალურია, რომ ყველაფერი სინამდვილეში თქვენზეა დამოკიდებული. თუ კაუჭების ზომებსაც ეძებთ, ამას ჩვენს კატალოგში ნახავთ ვებგვერდზე. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. მოდით, ერთად დავაკვირდეთ, თუ როგორ იქცევა ეს კონკრეტული სატყუარა წყალში. როგორც მოგეხსენებათ, სატყუარას წყალში ჩაშვებისას მისი მოძრაობა, სიღრმე, სიჩქარე და რეაქცია გარემო პირობებზე ძალიან მნიშვნელოვანია თევზაობის წარმატებისთვის. ამიტომ, სანამ სატყუარას გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებელია დეტალურად შევისწავლოთ მისი ქცევა წყლის სხვადასხვა პირობებში. ახლა ჩვენ ჩაუშვებთ სატყუარას წყალში და დავაკვირდებით, როგორ მოძრაობს იგი, როგორ რეაგირებს წყლის დინებაზე, რამდენად ბუნებრივად გამოიყურება თევზებისთვის და რამდენად ეფექტურად ახდენს მათ მიზიდვას. ამ დაკვირვების შედეგად მივიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება სატყუარას სწორად გამოყენებაში და თევზაობის პროცესის გაუმჯობესებაში. ასე რომ, ყურადღებით დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა შედეგს მოგცემს ეს სატყუარა წყალში. და უკვე ვნახეთ ის მუშაობა. როგორც ალბათ შეამჩნიეთ ეს სატყუარა, რადგანაც ჭიახელას მსგავსია, ძირითადად ჩვენ უნდა მივცეთ მას მოძრაობა, ანუ იმის მიხედვით, როგორ ვიმუშავებთ ჩვენს ანკესით, ნაზად შევარჩევთ აღჭურვილობას, სწორედ ისე მოიქცევა ეს სატყუარაც. დამატებით გვახსოვდეს, რომ თუ მდინარეში ვთევზაობთ, წყლის დინებები ყოველთვის ასრულებენ თავიანთ საქმეს და რეალურად ასეთ შემთხვევაში ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ჩვენი ძუის ან შნურის მოდუნებული ნაწილის დახვევა, როგორც მიგვაჩნია საჭიროდ. და ამ ადგილიდან მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასალის ყურებისთვის. მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ჩემს სადას, რომელსაც ასევე თქვენთვის ვმართავ და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ეს არქივზე. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.